რატო უნდა მოქცეს ხალხმა ხმა, რატო უნდა მოახდინონ მობილიზაცია. შარშან როცა არჩევნები ახლოვდებოდა, ბევრი კონსერვატიული განწყობის ადამიანი დაიბნა და შეცდომაში შევიდა. ბევრმა დაიწყო იმის ლაპარაკი, რომ მე მგონი შეიცვალე. მე მგონი რაღაც დაპირებებს კარგს იძლევიან. აგერ წავიდა ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება დაკარგული ტერიტორიები დააბრუნონ და როგორი რიხით მიდიოდა ამას დაპირებები, ყველას გახსოვთ იქ რაღაცა ზღაპრები იმაზე, რომ მე მახსოვს ადამიანებთან კამათები მომივიდა, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ბიზნესამ უკვე დაალაგა ის რა ქვია აფხაზეთის 6 მილიარდია გადახდილი და იმას აბრუნებენ და რაღაც ზღაპრები. თქვენ გახსოვთ პარალელურად მიდიოდა ლაპარაკი, ახლა გადაივლის არჩევნები და დაასრულებენ ნაცებს. რომ დამყარდება სტაბილურობა, რომ აქ იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოევლება კორუფციას, რომ აქ ნორმალური სოციალური პირობები დაბრუნდება და გადინება მოსახლეობის მომაკვდინებელი მასშტაბის შეწყდება, რომ ეს ანტიოჯახური კანონები, რომლებითაც მამაკაცებს სახში უბრალოდ ყამათის გამო ციხეებში უშევენ, ციხების სავსეა უდანაშაულო პატიმრები და ოჯახებს ანგრევენ ამის გამო, ამას შეცვლიან რომ საერთოდ ეროვნულ დღის წესრიგზე დადგა ხელისუფლება და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება კონსერვატორები ეროვნულად მოაზროვნე ხალხი რომლებიც შეცდომაში შევიდნენ მათ შორის სასულიერო პირებიც არიან იმ პოზიციის რომლებიც აი შეცდომაში შევიდნენ და ეხლა ამბობენ რომ აი ეს რა დღეში აღმოჩნდით რომ შემოგვისიეს ამ რაღაცა ნახევარი წლის განმავლობაში რაღაცა შემოსევა დაიწყო არანახული მიგრანტების და დაანონსებულია ჩვეულებრივად არაბული ქალაქების მშენებლობა თბილისში და გონიოში 6 მილიარდიანი პროექტი 6 მილიარდ 600 მილიონზე ავიდა უკვე პროექტის ღირებულება 6 მილიარდ 600 მილიონი რამდენია ხალხო იცით სოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა რაც კი არსებობს რომელიც მდებარეობს დუბაიში ანუ ყველაზე მაღალი უზარმაზარი ბურჯ ხალიფა უზარმაზარი ფასის შენობა ის დაჯდა მილიარდ ნახევარი ამ შენობის ფასი არის მილიარდ ნახევარი ეს არის ყველაზე გრანდიოზული შენობა რაც კი არაბებს კი არა ალბათ კაცობრიობის ისტორიაში 6 მილიარდ 600 მილიონი ღირებულების პროექტი ეს არ არის შენობა, ეს არ არის რამდენიმე შენობა, ეს არის ქალაქები ფაქტიურად და ნახევარი წელი არ გასულა ხელისუფლების აი წინა არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ და ხალხი უკვე სიმწრით ნანობდა სინანულს გამოთქვამდა რომ ეს რა დღეში აღმოჩნდით მიგრანტების შემოსევა დაიწყო პაკისტანელები, ინდუსები და არაბები თავსებენ ქვეყანას და როგორ შეგვეშალა კიდევ ერთხელ რო არ შეგეშალოთ ეხლა ამ არჩევნებზე შეიძლება ითქვას რომ შეიძლება ბოლო შანსი იყოს რაღაცის გამოსწორების იმიტომ რომ დრო არ მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ და ის გამოწვევები რომლებიც აქამდე ყოფილა არაფერი არ არის იმასთან შედარებით რაც მიგრაციის ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატიზმის აღმავლობა დასავლეთში გამოწვეული იყო როგორც რეაქცია ორ გენერალურ თემაზე. ერთი იყო გარყვნილების პროპაგანდა, გენდერული LGBT გენდერული იდეოლოგია და მეორე, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბიძგი ითამაშა, რომელმაც ამ მოძრაობის აღზევებაში დასავლეთში იყო მიგრაციის ტალღების მომაკვდინებელი საფრთხე, რომელიც იმდენ მომაკვდინებელი და მასშტაბური, რომ საფრთხეა უზარმაზარი დასავლეთისთვისაც. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკურ ველზე სინამდვილეში არსებობს ერთადერთი პარტია, რომელიც თავისი ეფექტურობის ხარისხიდან გამომდინარე, პრინციპულობის, იდეურობის, რომელსაც ყველა ის კომპონენტი იდეაში პოტენციურად გააჩნია, რომ აი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ერთადერთი პარტია, რომელიც ეფექტურია ამ დღის წესრიგის წინააღმდეგ კონსერვატორები მხოლოდ კონსერვატორებს შეუძლიათ ამ არსებულ ვითარებაში რეალური წინააღმდეგობის გაწევა ამ პრობლემისთვის გენდერული გარყვნილების იდეოლოგიის წინააღმდეგ ჩვენ იმდენად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით წინა წლებში რომ თქვენ ხედავთ რომ დრამატულად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით და შეიძლება სასურველისგან ჯერ შორს არის მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ბევრი რაღაცა ისეთი გატარდა რაც იმედს იძლევა რომ სამომავლოდ
დღის წესრიგი მიუახლოვდება სასურველს, მაგრამ მიგრაციის საკითხში ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირ მტერია ეხლა ხელისუფლების ინტერესი, რომელიც 6 მილიარდ 600 მილიონის ოდენობის ინვესტიციის ფინანსური სარგებლით არის დაინტერესებული, რომ აქ მოაწყოს ახალი უზარმაზარი საიმიგრაციო კრიზისი, რომელიც მისთვის ფინანსური ინტერესია, მაგრამ ჩვენთვის შეიძლება სიკვდილი იყოს. ჩვენი პარტია თავარი იდეა რაც კი არსებობს, ჩვენ რა თქმა უნდა ყველა პრობლემურ საკითხზე უნდა კონცენტრირდეთ და ჩვენ მიერ წარმოქმნილი შეხედულებები, რომელსაც ვაჟღერებდით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მდიდარი იყო და ყველაზე რეზონანსული იყო სხვა პარტიებს შორის. ბევრი მოიპარა სხვა პარტიებმა და აქ ჩანდა რამდენსაც იპარავდნენ ჩვენს იდეებს, რამდენად ეფექტური და გამართლებული და გამართული იყო ჩვენი იდეები, მაგრამ რაც ყველაზე ფუნდამენტური ამოცანა დღეს ქვეყნის წინაშე ჩვენ გვაქვს შანსი გავძლიერდეთ იმდენად, რომ ვიყოთ ფარი აი ამ საიმიგრაციო ნაკადების წინააღმდეგ, რომელიც მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას. თქვენ გაქვთ შანსი. ეხლა მიხვიდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების მომავალს. აი მაგ შანსის არჩევა შეგეძლებათ ეხლა ამ არჩევნებზე და აქ თუ შეცდომა დავუშვით, არ ვიცი, მან მე რა გამოსავალი არსებს, წარმოდგენაც არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბუკვალურად რამდენიმე თვეში ეხლა ელოდებიან არჩევნებს და ბუკვალურად რამდენიმე თვეში შეიძლება დაიწყოს არაბული ქალაქების მშენებლობა. თუ აქ არ იქნა ძალა, რომელსაც აქვს ნება და შესაბამისი ბერკეტები, შესაბამისი ლეგიტიმაცია, შესაბამისი დიდი საორგანიზაციო სტრუქტურა იმისთვის, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, არ ვიცი, მე კიდე ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ვნანობს შეცდომა დაუშვიო, ოღონდ გამოსწორების შესაძლებლობა შეიძლება აღარ იყოს. თან მან დავამატებ, რომ აი ჩვენ ფლანგზე რო დააკვირდეთ. თქვენს ხო ხედავთ, რომ დანარჩენი ან იყიდეს, ან გააჩუმეს. ან ძალა არაფრის არ აქვს. ან ძალა არაფრის არ აქვს. ხო და იგი იქნება რა. ნახეთ, არის ერთი სერიოზული პრობლემა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ადამიანებს გონიათ, რომ არჩევნებზე რომ მიდიან და რაღაცას ხაზავენ, მერე არაფერ შუაში არ არიან, შემდგომ რა ხდება რა? ანუ ყველა როგორ უყურებს, იცი, აი, კი მივედი შემოხაზე რაღაცა, მაგრამ რას გვიშვება ეს მთავრობა, ანუ ის უკმაყოფილების რეჟიმი მერე. მაგრამ რა მექენით თქვენ? ხო, და თქვენ რა მექენით მერე გვეუბნებიან, ანუ შენ რო უკმაყოფილო ხარ, ეგ თუ არ დააკავშირე იმ არჩევანთან, რომელსაც აკეთებ არჩევნების დღეს, თუ არ მიხვდი, რომ რაც გემართება პირდაპირ გამომდინარეობს იქიდან არჩევანს აკეთებ არჩევნებზე, რას ხაზავ, მაშინ არაფერი არ შეიცვლება რა. პირდაპირ არის ეგრე საკითხი. შენ რო ვიღაცას ხმას აძლევ, პასუხისმგებელი ხარ მერე, რასაც ის გააკეთებს. მაგალითად, ამ არჩევნებში ვინც მიხვალთ და 51 შემოხაზავთ, ისე მე არ დააყენოთ საკითხი, რომ აქ ეს საიმიგრაციო კრიზისი რო გამწვავდება და ის ვიღაცა სახლის წინ რო რაღაცებს უკეთებდა ის ინდუსი, ეგ რო პირველი მერცხალია და ჯვარი გწერია, მაგრამ ჩვენ რო ვიცით ეგ ყველაფერი მე სად მიდის და რო გაჩნდება თბილისში უბნები, სადაც ქართველის შესვლა რო პრობლემური იქნება და ღამის საათებში ქალის მარტო გარეთ გაშვება, მერე რო დაიწყებთ საკითხის დაყანებას, რომ ეს რა ხდება, ეგ არ დაგავიწყდეთ, რომ მათ შორის თქვენი არჩევანიდან გამომდინარე იქნება ეგ. მაგაზე პასუხისმგებელი უნდა იყო. იმიტომ რომ ეხლა შენ ირჩევ პარტიას, რომელსაც მაქით მიყავხარ და თან ეგ გაცხადებული არის, ეს კი არ არის რომ ვინმე იტყუება, ვინმე ვითომ მაგას არაპირებს. არა, პირდაპირ გეუბნებიან აგერე 6 მილიარდი 2 არაბული ქალაქი, იმიგრაცია, იაფი მუშახელი, კარგია ეგ, გეუბნებიან. და თუ არ გინდა რომ ეგ მოხდეს, მაშინ გეუბნებით, გეძლევათ შანსი. მერე შეიძლება ეგ შანსი აღარ იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ფოკუსს ვერ ჩავატარებთ. ანუ
ძალაუფლება არა გვაქვს და მიდით თქვენ ახლა მიგრანტების შემოსვლა გააჩერეთ, აგერ გეუბნებით კაცო წინასწარ მაგას ვერ გავაკეთებთ. ანუ პარტია რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს, ვერ ზემოქმედებს პოლიტიკაზე. ეგ ნონსენსი არის, ეგ არ არსებობს. ამიტომ თუ განაღლებთ ის, რაც ჩვენ გვანაღლებს, თუ გტკივათ ის, რაც ჩვენ გვტკივა, ეხლა არის იშვიათი მომენტი, როცა შეგიძლიათ თქვენ რაღაცა შეცვალოთ. ერთი დეტალი უნდა ესმოდეს ჩვენს ამორჩეულს. ამ არჩევნებზე ჩვენი განსაკუთრებული ძალა არის აქტიურობა. იმიტომ რომ ამ არჩევნების სპეციფიკა იქნება შემდეგი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პასიური არჩევნები საქართველოს ისტორიაში. იქიდან გამომდინარე, რომ კოლექტიურ ნაცების უდიდეს ნაწილი არ იღებს მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებს არჩევნებში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების უბრალოდ მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო კოლექტიური ნაცების საფრთხის არარსებობის პირობებში ნაცები არ მოbrunდნენ ხალხო мотивაციით ახსვილი კოცებიც იქნებიან განსაკუთრებულად პასიურები. აქედან გამომდინარე, შენი ხმა გაცილებით უფრო მაღალწონიანია ამ არჩევნებში ვიდრე ოდესმე. შენ თუ იაქტიურებ ჯამური დაბალი აქტიურობის პირობებში, ჩვენ თუ შევძლებთ ჩვენს ირგვლივ ჩვენიანების მაღალ მობილიზაციას და ჩვენიანებს უნდა გქონდეთ მაღალი мотивация განსხვავებით სხვა პარტიებისგან, იმიტომ რომ კოცებმა ისედაც იციან თავისი ადმინისტრაციული რესურსი გარანტირებული აქვს, ნაცები არ მონაწილეობენ, კოლექტიური ნაცები მონაწილეობს ლელო, რომლის ამორჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა საერთოდ ბოიკოტის მომხრეა, მონაწილეობს გახარია, რომელსაც დიდი ამორჩეველი არ აყავს, გირჩი და რაღაც იმის იქით ფაქტიურად ძალიან დაბალი მხარდაჭერის პარტია, ხო? ჩვენი ამორჩეველი არის ყველაზე მოტივირებული ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში სასწორზე დგას რეალურად დემოგრაფიული და საიმიგრაციო საფრთხები. ჩვენ ახლა თუ პარტია არ გავაძლიერეთ, ჩვენ ქვეყანას არ ექნება თავდაცვის საშუალება პოლიტიკურ სპექტრზე, არ ეყოლება ძალა, რომელიც თავდაცვის საშუალების უზრუნველყოფა შეძლებს. რა უნდა გავაკეთოთ და რა არის აქ მნიშვნელოვანი? თქვენ ხედავთ აქ რაღაცა იმებს აქვეყნები რაღაც კვლევები და ასე შემდეგ, რა ამოცანებს ემსახურებია, რომ ეს საბრძოლო სულისკვეთება რაღაც დააგდონ, რაღაც არაფერს აზრი არ აქვს, მასეთ განწყობების შექმნას ემსახურება სინამდვილეში და ნუ იმას ვერ იძახიან ახლა რომ დაბალ პროცენტს ვერ დაგიწერენ, იმიტომ რომ ცხადია რომ საბოლოო შედეგში ძალიან აცდენა იქნება და ნუ ისე აქვეყნებენ თითქოს აი მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებში ვიკვლიეთ და შენ ცდილობენ არ შეგიმჩნენ. რატო ოპერირებენ ასეთი სვლებით? იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად ერთადერთი ძალა, რომელიც სისტემური რეალობისთვის პრობლემაა. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც ჩანს რომ აქვს მზარდი შესაძლებლობები და შენ შემჩნევას რაც უფრო იწყებენ, შენ რაც უფრო შემოდიხარ საერთო საინფორმაციო ველში, მით უფრო მზარდი შედეგები გვაქვს. მაგალითად იგივე აგერ ზურას რო ქონდა რამდენიმე დღის წინ ბოკერიასთან დებატები, რამხელა რეზონანსის გამოიწვია მაგან სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო ველში, ნუ მეორე მხარე, როგორც კოცების, ისე ნაცების, ხდება რომ ეხა ესეთი დაშვება ჩვენი საინფორმაციო ველში რომ გაზარდონ, საბოლოო ჯამში ეს ნაკადი იქნება მზარდი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის თქვენი აქტიურ პარტიულ თანამებრძოლად ეხლა აი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩართვა. აქ არ არის აუცილებლად საუბარი იმაზე, რომ ინა თუ არა მოდით პარტიის ოფისებში და თუმცა ამასაც თუ შეძლებთ და გააკეთებთ, კარგი იქნება, მაგრამ არ არის ეს აუცილებელი. ჩვენ გვჭირდება თქვენ, ვინც მოტივირებული ჩვენიანები ხართ საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ თქვენ და თავად კი არ წახვიდეთ ეხლა არჩევნებზე ხმის მისაცემად. არამედ გარშემო ვინც ჩვენიანი იცით, რომლის ნაწილი შეიძლება ჩვენ გვიჭერდეს მხარს, მაგრამ შეიძლება ისეთი мотивация არ ქონდეს, შეიძლება რაღაცა ჩათვალოს, რომ სხვა საქმე აქვს, შეიძლება ჩათვალოს, რომ კონკრეტულად ამ არჩევნებს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, უზრუნველყავით
ამ არჩევნებზე მათი რაც შეიძლება მეტი ჩვენია ის თქვენს გარშემო მისვლა თხოვეთმად დაუკავშირდით დაორგანიზეთ სათითაო და რაც მეც თქვენს გარშემო მოიძიეთ ჩვენიას და მიიყვანთ საარჩევნო ყუთამდე მით მეტ წვლილ შეიტანთ მით მეტ აგურს დადებთ იმ საქმეში რომ აი ბუკვალურად რამდენიმე თვეში აქ საიმიგრაციო კრიზისის კიდევ უფრო მწვავე მომენტი რომ დადგება თქვენ შეგეძლება თქვენ თავს და თქვენს შვილებთან და ჩვენი ქვეყნის მომავალთან იყოთ მართლები იმ საქმეში რომ თქვენ თვითონ ამ ნაწილში პასიური არ დარჩით და გაძლიერებაში იმ პოლიტიკური ძალის რომელიც ამ ყველაფერს უნდა აღუდგეს რეალურად წინ ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერებაში რეალურად მიიღეთ წვლილი კიდე მიზეზი რატო უნდა მოგცეს ხალხმა ხმა ეგ იწვევს გარემოს როცა აი მაგალითად ადამიანს თავრობა უქმნის ხოლმე როგორც წესი ისეთ პირობებს და ისეთ გარემოს როცა აი რაღაც ძალიან ტრაგიკული ვითარება შეიძლება დადგეს თუ არ იაქტიურე თუ ხმა არ მიეცი ამა თუ იმ ძალას და ანუ ტყვეობაში ამყოფებს ხოლმე ხალხს ხო და ეხლა ყველაზე ისეთი გარემოა რომ შენ სინდისთან რომ მართალი იყო ასეთი არჩევანი შეგიძლია გააკეთო ანუ კომპრომისი არ გიწევს არ გიწევს არავითარი კომპრომისი იმ გაგებით რომ აი ეს არჩევანი თუ არ გავაკეთო ხომ არ მეშლება რაღაცა უბედურება ხო არ დატრიალდება გარანტირებულია ის მოცემულობა რომ ეხლა მხოლოდ შენი სინდისით უნდა გააკეთო არჩევანი იმიტომ რომ სხვა გარემოებები საერთოდ არ ფიგურირებს და შენ სინდისთან რომ მართალი იყო ეგეთი არჩევანი უნდა გააკეთო ეგეთი არჩევანი ეხლა მოდი ვთქვათ ეხლა ნაციონალური მოძრაობის და მისი ანასხლეტი პარტიების თვის ხმის მიცემა ეხლა ვერ იქნება მთლად შენ სინდისთან მართალი ადამიანი იქიდან გამომდინარე რომ ნუ ეხლა ბევრი აქვს ხო გაფუჭებული და საერთოდ ჩვენი ქვეყანა ინაღამ კიდევ ერთხელ უზარმაზარ შარში გახვიეს ქართული ოცნება ავიღოთ და deep states უსრულებდა ბრძანებებს და ეხაც იმას მინატრის რომ ისე deep state-თან დაალაგოს და ბრძანებები შეასრულოს და ზოგადად კორუფციის ბუდეა ხო ქართული ოცნება არის კორუფციის რაც თვითონ თქვეს ეს არა ჩვენი მოგონი რაც თვითონ თქვეს და ისედაც მე საერთოდ ძნელად წარმომიდგენია ქართულ ოცნებაში კორუფციის გარდა სხვა მიზეზით რატო უნდა გაწევრიანდეს ადამიანი კორუფციაზე ხელი რომ მიუწვდებოდეს მაგიტო შედის ადამიანი ქართულ ოცნებაში ხო და მე ეხლა იმდენად არაღელვებს მაგ ხალხს საქართველოს მომავალი რომ უკვე დემოგრაფიულ და აი ამ მიგრაციის კრიზისამდე მიყავთ ქვეყანა. ამიტომ ვერ იქნება ადამიანი მაგ არჩევანის გაკეთების დროს თავის სინდისთან მართალი. და სინამდვილეში მაგას ეგ არ არის უმნიშვნელო საკითხი, ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პოლიტიკაში ისეთი თანმიმდევრული ძალა არსებობდეს, რაც უფრო მეტ ლეგიტიმაციას შეიძენს მით უკეთესი, რომელსაც ადამიანები მხარს უჭერენ ისე რომ კარგის მეტი მაგ ძალას არაფერი არ აქვს გაკეთებული. ანუ ადამიანი მაგას რო უჭერს ხარს, აი მაგალითად ჩვენ რო დაგვიჭიროს ხარი, ხო? იმ ადამიანს შეუძლია წელში გამართულმა იაროს და თქვას, რომ აი პოლიტიკა ხო ბინძური საქმეა. აი ამათ კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებიო, ვისაც მე დაუჭირე მხარი. ეგ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც ზოგადად გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს, იმიტომ რომ მართლაც ახლა ბინძურია პოლიტიკა იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა რა ვითარებაც არის, ისეთი ძალები წარმოდგენილი, რომ იმათმა რაღაცა აბსურდული გამოგონილი სცენარები თუ არ შექმნეს, თუ რატო უნდა დაუჭიროთ თქვენ მათ მხარი, საერთოდ ლოგიკაში არ ჯდება რატო უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარი. რაღაც შიშებს ქმნიან, რაღაც აპოკალიფტურ სცენარებს ქმნიან იმისთვის რომ ხალი დაუჭიროს ხალხმა და ეხლა ეს არჩევნები მაგ თვალსაზრისით უნიკალურია, ეს არჩევნები ვერ მოახერხეს, ეცადენ, კიდეც ცდილობენ, მაგაზეც გადავართ მაგის ლაპარაკს, როგორც ცდილობენ ისევ აპოკალიფტური
გარემოს შექმნას, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ არჩევნებზე. ეგ არის ეგ მცდელობები წყალში ჩაეყარათ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი თანხები იხარჯება მაგისთვის და ეხლა მოსახლეობას მართლაც შეუძლია გააჯანსახოს გარემო თავისი არჩევანი.